გამარჯობა ყველას, მინდა ჩავწერო ესეთი საინფორმაციო ვიდეო, თქვენ იცით რომ პრინსტონში 7-ში მზადდება დიდი შეხვედრა ქართული ემიგრაციის. და დაყოფილია ეს სხვადასხვა მოქმედებები, არის სამი ნაწილი, მუსიკალური, სპორტული და სადისკუსიო სივრცე, სადისკუსიო პანელები და მე მინდა ახლა კონკრეტულად ვილაპარაკო მნიშვნელოვანი პანელი, ერთ-ერთი ცენტრალური სადისკუსიო ადგილი და ამაზე მინდა დღეს ამაზე კონკრეტულად ამაზე გელაპარაკოთ რა. ეს იქნება ინგლისურ ენაზე, რასაკვირველია და რატო ვთვლი რომ სხვასთან ერთად შეიძლება თანაბრად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენი მიზანი ამ შეკრებისა არის სწორედ საქართველოს დიასპორის, საქართველოს ემიგრაციის, საერთოდ საქართველოს წარდგენა და ამ ხიდების აშენება საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და საქართველოს და ამერიკულ საზოგადოებას შორის. და ამ სადისკუსიო ნაწილში მოწვეული არიან ის ხალხი, ძირითადად ამერიკელები, ინგლისურენოვანები, გამოცდილები, პროფესიონალები, რომლებიც კარგად იცნობენ ამ სიტუაციას, კარგად იცნობენ ჩვენი ურთიერთობების ისტორიას და მოხდება ძალიან საინტერესო განხილვა. ეს იქნება პრინსტონში 7 რიცხვში. მოდი ვილაპარაკოთ რა მოხდება ამ დროს. ამისი წამყვანი არის ია მეურნიშვილი, აგერ თქვენ ხედავთ ჩვენს აფიშებზე მის სახეს. იას რა ვიცი, წარდგენა მე მგონი არ ჭირდება, მაგრამ მე კიდევ ვიტყვი რომ ია არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი ჟურნალისტი, უკვე წლები და წლები აქვს გამოცდილება. თუ ვინმესგან გვინდა დადასტურებული საინტერესო და მართალი ინფორმაციის გაგება თუ რა ხდება ამერიკაში, ამერიკის შესახებ, ვაშინგტონში, ამერიკული პოლიტიკის შესახებ, მე მგონი იას არაფერი დაეწუნება და ერთ-ერთი ყველაზე უფრო თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და სანდო წყაროა. გარდა ამისა, პიროვნული კონტაქტები, პიროვნული ავტორიტეტი რაც მნიშვნელოვანია და ნდობა, რომელიც მან დაიმსახურა წლებით თავის მუშაობის განმავლობაში, ნდობა ქართველებისა და ნდობა რაც თავარია ამერიკელებისა და იმ რესპონდენტებისაც, რომელიც მის პანელზე მოსვლას, მის სადისკუსიო სივრცეში მოსვლას დათანხმდნენ და არ ამგონია ვინმე ესე გულგრილი დარჩეს და უინტერესო იყოს აიქ დასწრება, შეკითხვის მიცემა და კონკრეტულად ამ ადამიანებთან შეხვედრა. ეს არის ჩვენი მოდერატორი ია მეურნიშვილი. ეხლა მე გეტყვით, ეს მუშაობა კიდე გრძელდება, სპიკერების სია კიდე ზუსტდება და მე მინდა გითხრათ უკვე დადასტურებულად ინფორმაცია შეთანხმება შემდგარი ვინ მიიღებს ამ ჩვენს დისკუსიაში მონაწილეობას. და უბრალოდ ჩამოგითვალოთ ეს ხალხი ვინც არის ეს არის ბატონი კენეტ იალოვიც, არ ჭირდება დახასიათება, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი გამოცდილებით პროფესიონალი დიპლომატი და Google ყველაფერს ინფორმაციის საშუალებას იძლევა და რასაკვირველია ვინ არის რა არის კენეტ იალოვიცი გასაგებია და ეს იქნება ერთ-ერთი. ეს არის ქალბატონი ალექსანდრა მერი ჰოლ, ეს არის დიდი ბრიტანეთის ელჩი, ყოფილი ელჩი საქართველოში. ასევე უზარმაზარი გამოცდილებით, საქართველოს კარგად ცნობით და ალბათ ძალიან საინტერესოა მისი ასევე მონაწილეობა ამ სადისკუსიო სივრცეში. ასევე შემდეგ იან კელი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. ძალიან ისეთ საინტერესო და გადამწყვეტ დროს, ასევე დიდი გამოცდილებით. ახლა უყურეთ სამი პროფესიონალი კარიერული დიპლომატი, რომელიც საქართველოს სიტუაციას მონაყოლით კი არ იცნობს და ეს ჩვენი ურთიერთობების განვითარების ისტორია ვინმესგან კი არ გაუგია, თვითონ მონაწილეობდა ამაში და თვითონ იცნობენ და იცოდნენ როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი. შემდეგ ესეთი ადამიანი კლაუს არჰა, რომელიც ძალიან როგორც მისი გამოცდილებიდან და არაჩვეულებრივად იცის აღმოსავლეთ ევროპის სიტუაცია, არაჩვეულებრივად იცის ჩინეთის სიტუაცია და აანალიზებს ამას. ეს არის ადამიანი, რომელიც ატლანტიკის საბჭოში მკვლევარია და ძალიან საინტერესო იქნება მისი კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს. შემდეგ მე მგონი ჯერჯერობით თქვენს დარწმუნდებით, რომ საინტერესო
დისკუსია იქნება და საინტერესო და კომპეტენტური ადამიანები არიან, ხო? შემდეგ რობერტ ჰამილტონი. რა გითხრათ ახლა აი ამ ადამიანის შესახებ? რობერტ ჰამილტონი არის 30 წელი გაატარა შეერთებული შტატების არმიაში, იმსახურა საუდით არაბეთში, ერაყში, გერმანიაში, ბელორუსში, კატარში, ალბანეთში, საქართველოში, პაკისტანში და ქუვეითში. ამ ის რა ვიცი, დამეთახმეთ თუ ძალიან ისეთი ჩამონათვალია, რომ არის ამერიკული ანალიტიკური ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი. მეტი ვინ უნდა იყოს უფრო საინტერესო ისთვის, ასე ვთქვათ, ჩვენი აუდიტორიისთვის, ჩვენთვის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო. აი, ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩამოგითვალეთ, ზოგი ყოფილიონში, ზოგი მკვლევარი, ზოგი აი თუნდაც რობერტ ჰამილტონი, ეს არის ის ხალხი, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის იმ აზრს და იმ ატმოსფეროს, რომელიც ვაშინგტონში იქმნება და რომელზეც ეყრდნობა მე ამერიკის პოლიტიკა. აი ჩვენ თუ ესეთ ადამიანებს მივაწოდეთ ხმა, ესეთ ადამიანებს გაუჩინეთ ჩვენდამ ინტერესი კიდევ უფრო და სანდოობა ჩვენთან ურთიერთობის, მაშინ დამერწმუნეთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება სწორედ და შედეგიანი იქნება მართლ ურთიერთობა და ყველაფრის გარკვევა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი 7-ში პრინსტონში ჩვენი შეხვედრა. კიდევ ერთი მინდა დამატებით კიდევ ნელ-ნელა ირკვევა ეს ყველაფერი. დალიბორ როჰაკი ახლა მე მინდა ამას შესახებაც ინფორმაცია მოგცეთ. დალიბორ როჰაკი სწავლობს ევროპულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტენდენციებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში, იკვლევს ამერიკასა და ევროკავშირის შორის ურთიერთობას და პოსტკომუნისტური სივრცის გარდაქმნის დინამიკას. დაკავებულია პრაქტიკულად ამერიკული პოლიტიკის შექმნით. დაუკვირდით ამას, რა ის ადამიანები, რომელსაც ჩვენ გეუბნებით, ესენი არიან ამერიკული პოლიტიკის შემქმნელები. აი ეს გაითვალისწინეთ რაღაცნაირად და ეს არ არის სრულისია კიდევ იმ მონაწილეებისა კიდევ იქნება სურპრიზები, რომელიც 7-ში პრინსტონში ჩათვალეთ ესენი არიან ჩვენი მეგობრები, წინასწარ კარგად განწყობილი საქართველოს მიმართ და მზად არიან ჩვენთან იურთიერთონ, გაცოლონ აზრები, გაგვიზიარონ თავისი გამოცდილება, მიიღონ ჩვენი შეკითხვები და მიიღონ ჩვენი სურვილები. რაც თავარია და აი ესეთ და კიდევ უფრო უნდა გავრცელდეს და განვითარდეს ეს წრე, ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ესეთ ადამიანებთან სწორი მესიჯები შექმნის გაასწორებს იმ ვექტორს, რომელიც ამერიკას აქვს. ისედაც სწორი აქვს, მე თუ მკითხავ, ამის დადასტურება არის მეგობარი აქტი, რომელიც მიიღეს და ეს მეგობარი აქტი არის აი ფაქტიურად მოშიშვლებული მახული საქართველოს მომავლისთვის, საქართველოს კეთილდღეობისთვის ბრძოლისა. ეს ადამიანები ქმნიან ამ ატმოსფეროს და ამ გარემოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 7 რიცხვში პრინსტონში ქართული ემიგრაციის დიდი შეხვედრის ფორმატში ჩატარდება სადისკუსიო შეხვედრა, დისკუსია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები. ამ სადისკუსიის წამყვანი მოდერატორი იქნება ია მეორმიშვილი და მე უკვე ჩამოგითვალეთ უკვე დადასტურებული სტუმრები, რომლებიც მასში მიიღებენ მონაწილეობას. დამეთანხმეთ საინტერესოა, უკვე საინტერესოა. მე ძალიან დამაინტრიგებულა ჯგერს ამ ადამიანებთან შეხვედრა, ამ ადამიანების მოსმენა და ყველას თვითონ სურვილი გაქვთ, ვინც იზიარებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, შეხედულებას და მიზნებს საქართველოს მომავალზე და საქართველოს განვითარებაზე მობრძანდით და ერთად შევხვდეთ, ერთად შევქმნათ ის გარემო, ერთად შევქმნათ ის აზრი, ერთად შევქმნათ ის ატმოსფერო, რომელიც ძალიან გამოადგება ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს. აი ეს მინდოდა დღეს მეთქვა, ერთგვარი ანონსია შევხვდეთ 7 რიცხვში პრინსტონში. დიდი მადლობა.